იცით თუ არა რომ Counter-Strike-ის თამაშის შემდეგ მოთამაშეები უფრო ხშირად უსხამდნენ ცხარე soul-ს მათ, ვისაც ცხარე არ უყვარს. Მთელი ცხოვრება ვთამაშობ ვიდეო თამაშებს, შეიძლება ვფიქრობ რომ არა, რასი სულელია. მაშ რაღაც აქვს სალაპარაკო. სამდროში ერთი კი არა, ბევრი ნიუანსია, მაგრამ 2026 წლის 26 მაისს წესით უნდა გამოვიდეს ახალი GTA Grand Theft Auto თამაში. 6 სერია, 12 წელი ამას ელოდებიან, ტრეილერი რომ დაიდო 24 საათში 100 მილიონი ნახვა დააგროვა და დიდი შანსია რომ ეს იყოს ყველაზე პოპულარული თამაში ყველა დროის. დიდი შანსია კი არა, ალბათ ეგრეც იქნება. წინა თამაში GTA 5 პირველ 24 საათში 11-12 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, 800 მილიონი დოლარი იშოვა და 3 დღეში იშოვა მილიარდი დოლარი. სხვა არაფერ მედია პროდუქტს ან თამაშს ან კინოს ან არაფერს ასე სწრაფად ამდენი ფული არ შემოუტანია. GTA 6 ალბათ კიდევ უფრო წარმატებული იქნება. რა შინაარსი ექნება ამ თამაშს მაინდა-მაინც არ ვიცით, მაგრამ ზოგადი ჟანრი გასაგებია, ვიცით ხო? შეგიძლია სადაც კიდე იქ წახვიდე, რაც კიდე ის გააკეთო, ხალხი დახოცო, მანქანები მოიტაცო, კრიმინალური იმპერია ააშენო. ხო და ეს ძალიან პოპულარული თამაში რომ გამოვა. ნეტა, თუ არის შანსი რომ ვიღაცები, ვინც ამ თამაშს ერთი კვირა, ერთი თვე გადაბმული ითამაშებენ, მე გარეთ გამოვლენ და რამის დააშავებენ. შეიძლება რომ ზოგმა მოთამაშემ ვეღარ გაარჩიოს რა არის ნორმალური, რა არის არანორმალური, სად არის თამაში, სად არის რეალობა და თამაში გაკეთებული შემდეგ რეალურ ცხოვრებაში განახორციელოს. ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, იწვევს თუ არა ძალადობა ვიდეო თამაშებში, ძალადობას რეალურ ცხოვრებაში. ანუ შეიძლება ვფიქრობთ რომ არა, რასი სულელია. ეს ხო უბრალოდ თამაშია, ადამიანებს შეუძლიათ გაარჩიონ, სად მთავრდება თამაში, სად იწყება რეალობა. ან შეიძლება მეორე ვერსია გაქვთ, რომ კი, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება რომ ვინმე 16 წლის ბიჭმა გამლელს თავში კასტეტები ურტყას დღე და ღამე უმიზეზოთ და ეს მერე რამენაირად მის ფსიქიკაზე არ აისახოს. ხო და ლოგიკა თითქოს ორივე პასუხში არის, მაგრამ თან ორივე სწორი ვერ იქნება. კარგი ის არის რომ ამ კითხვებზე ასე ვარაუდით და მხოლოდ მარტივი ლოგიკით პასუხის გაცემა არ გვჭირდება. არსებობს ხალხი ასეულობით, ვინც ამ საკითხს იკვლევს. ზოგი 5 წელია, ზოგი 30 წელია. 1000 ჯურის ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ნეირომეცნიერები, ჭკვიანი ხალხი, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებენ, სტატისტიკას შეისწავლიან, რას აღარ იღონებენ, რომ დაადგინონ. იწვევს თუ არა ძალადობრივი ვიდეო თამაშები ძალადობას რეალურ ცხოვრებაში. ხო და შემიძლია რომ მარტივად გითხრათ ესე, იცით თუ არა რომ ექსპერიმენტმა აჩვენა რომ Counter-Strike-ის თამაშის შემდეგ მოთამაშეები უფრო ხშირად უსხამდნენ ცხარე soul-ს მათ, ვისაც ცხარე არ უყვარს. იცოდით რომ ესეთ ქვეყნებში სადაც ძალადობრივი ვიდეო თამაშები ყველაზე პოპულარულია, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელია. იცოდით რომ ერთი კვლევის თანახმად ისინი ვინც უფრო ხშირად თამაშობდნენ ძალადობრივ ვიდეო თამაშებს, უფრო ხშირად აბცელებდნენ ბოროტ-ჭორებს ხვეწენ. აქ რაც გითხარით, ყველაფერი მართალია, მაგრამ არის ერთი ნიუანსი. სამდროში ერთი კი არა, ბევრი ნიუანსია, მაგრამ ამ ჩვენს, რა ქვია ამას, გადაცემა, ვიდეო ესე, კონტენტი, მოკლედ, ამას ასე დავარქვით. არის ერთი ნიუანსი, ეს არის პირველი სერია და მგონი რომ სწორედ ის დროა რომ გითხრათ აზრი რა არის, ისთვის ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ არის უამრავი შეკითხვა, მაგალითად ეს, დღევანდელი ვიდეო თამაშებზე და ძალადობაზე, რაზეც მოკლედ და ცალსახა პასუხს სცემენ ხოლმე, ან TikTok-ს წერენ, ან რამე სატელევიზიო სიუჟეტში ექსპერტის ორ წინადადებას ჩასვამენ და ამ დროს იკარგება უამრავი კონტექსტი და უზარმაზარი ნიუანსი. ან პირიქით, უამრავი ნიუანსი და უზარმაზარი კონტექსტი. იმიტომ რომ ხშირად მსგავსი საკითხები უფრო რთულია, უფრო კომპლექსურია და უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მარტივად ერთი სიტყვით შეგიძლია რომ გადმოსცემ. ამ ჩვენი ვიდეოების სერიის აზრიც ეგ არის. იმიტომ ვწერთ რომ უფრო ფართოდ, ვრცლად და სიღრმისეულად შევხედოთ მსგავს რამეებს. სრული სურათი დავინახოთ. რეალურად დღეს ვეცდებით რომ ორი რამე გავაკეთოთ. ერთი რომ ამ შეკითხვას გავცეთ პასუხი ძალადობაზე და ვიდეო თამაშებზე, უფრო სწორად გითხრათ მეცნიერები როგორ სცემენ პასუხს და მეორე მკვლევარებზეც ვილაპარაკოთ. და როგორ თანხმდებიან ხოლმე მეცნიერები რა არის უფრო სავარაუდო, რა არის ალბათ რეალობასთან უფრო ახლოს და რა ნაკლებად. ანუ მნიშვნელოვანია ვინ გელაპარაკება და რა უნდა. ყველა ვინც გელაპარაკება, მაინდა-მაინც სიმართლის დადგენით არ არის დაინტერესებული. ხანდახან არის მატერიალური დაინტერესება, ვიდეო თამაშები დიდი ინდუსტრიაა და თავისი ლობისტები ყავს. მეორე მხარეს შეიძლება იყვნენ იურისტები, რომლებიც ცდილობენ რომ უჩივლონ ვიდეო თამაშების მწარმოებელ კომპანიებს და რაც შეიძლება მეტი ფული წაგლიჯონ და ამას გარდა არის ხალხი, ვისაც საერთოდ არ აქვს არანაირი მატერიალური დაინტერესება, მაგრამ
უბრალოდ წინასწარ აქვთ გადაწყვეტილი სწორი პასუხი რა არის ამაზე და შემდეგ კვლევებს ამ თავისი წინასწარ ჩამოყალიბებული აზრის გასამტკიცებლად გამოიყენებენ. მოკლედ მნიშვნელოვანი არის ვინ გელაპარაკება და რატომ. და ამიტომ მოდი ჩემს ეკეთყვით, გარდა იმისა, რომ ჟურნალისტად მუშაობდი 63 წლის განმავლობაში, მაგისტრის ხარისხი მაქვს მას კომუნიკაციების ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ახლა დოქტორანტიც ვარ ლუიზიანის უნივერსიტეტში. მთელი ცხოვრება ვთამაშობ ვიდეო თამაშებს PC-ზე, ანუ კონსოლი არ მქონია არასდროს, თუმცა ბოლო დროს ჩემი შვილის Switch-ს ვეპარები ხოლმე და ამ ვიდეოს მომზადებამდე ჩემი წინასწარი განწყობა ასეთი იყო, რომ რახან მთელი ცხოვრება მე თვითონამ თამაშებს თამაშობ, რა მგონი არ აქვს გავლენა, მაგრამ შეიძლება გქონდეს უამრავი კვლევარი, რომელიც ადასტურებს, რომ რაღაც კავშირი არის. ამიტომ მეც თქვენთან ერთად ჩამოვყვები ახლა და მოდი სულ თავიდან დავიწყოთ დისკუსია. 90-იან წლებში ამ დისკუსიის დაწყება გამოიწვია ორმა რამემ. ერთი იყო, რომ გამოჩნდა 3D შუტერები. ანუ Doom-ი, Wolfenstein-ი, მაშინ სულ ახალი რამე იყო, მითამაშია ორივე, თავიდან მაუსს არ იყენებდი, ისრებით მოძრაობდი, მაგრამ მალევე გამოჩნდა Quake-ი, ახალი თამაში, სადაც უკვე მაუსით უმიზნებდი და WASD ღილაკებით გადაადგილდებოდი. გრაფიკაც ყოველდღე უმჯობესდებოდა და მოკლედ სულ უფრო იოლი გახდა, რომ დაგვიწყებოდა, რომ თამაშობ და ბოლომდე შესულიყავი ეკრანში. ეს იყო მთავარი განსხვავება მანამდე არსებულ მედიებს შორის. იმიტომ რომ ცხადია ეს ძალადობა მედიაში და ძალადობა რეალურ ცხოვრებაში ვიდეო თამაშებიდან არ დაწყებულა, კინოზეც ლაპარაკობდნენ ამას, ძალადობრივ ფილმებზე, ჰორორზე, მანამდე შეიძლება სათავგადასავლო წიგნები იყო პრობლემა, მაგრამ იქ მაინც ის არის რომ კინოს უყურებ, კითხულობ, აქ შენით შვები ყველაფერს, გადაწყვეტილებებს შენიღებ, უცხო რამეა, საშიში. მშობლები შეშინდნენ, ბავშვი ზის, ბომბებს ისვრის, არის თუ არა ეს ნორმალური და ამ შიშმა ამერიკაში ამოხეთქა 1999 წელს ქალაქ დენვერის გარეუბანში კოლუმბაინის სკოლის ორმა მოსწავლემ 18 და 17 წლის იყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს. სხვა მოსწავლეებს მასწავლებლებს 13 ადამიანი მოკლეს, შემდეგ თავი მოიკლეს და ეს იყო ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა თავის დროზე. წიგნები ამაზე დაწერილი, ფილმები ამაზე გადაღებული, მაშინ იქ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რავი, წარმოუდგენელი ამბავი იყო. მას შემდეგ კიდევ ბევრი საშინელება მოხდა ამერიკაში, ამაზე კიდევ უფრო ბევრად სისხლიანი, მაგრამ მაშინ როგორც ვთქვი, ახალი იყო. და დაიწყეს მიზეზების ძებნა. რამდენიმე თვის ან წელზე მეტის განმავლობაში მსჯელობდნენ რა არის მიზეზები, ხო არ არის დამნაშავე მერლინ მენსონის მუსიკა, გოთების სუბკულტურა, ხო არ არის დამნაშავე ძალადობრივი ვიდეო თამაშები. ამას ლაპარაკობდნენ 24 საათის განმავლობაში. ამერიკელები ეძახიან ხოლმე მორალურ პანიკას, ანუ იურისტები უჩიოდნენ სულ ყველას, ვინც კი თვალში მოხვდებოდა თან ვიდეო თამაშების მწარმოებლებს. Are you saying that Devin Moore shot 3 people in the head because of a video game? What we're saying is that Devin Moore was in effect trained to do what he did. He was given a murder simulator. გამყიდვლებს, მაღაზიებს, ვინც ქუჩაში ჰოთ-დოგებს მიყიდდა იმას, ვინც თუმს დაამზადებდა. დიდ სუპერმარკეტებში ამ თამაშს ვერ იყიდდი, თუ პირადობის მოწმობას არ აჩვენებდი, ისევე როგორც სიგარეტის და ალკოჰოლის შემთხვევაშია. მაგრამ ეს არ იყო მარტო ამერიკული მოვლენა. ეს ეგრეთ წოდებული მორალური პანიკა შემდეგ სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა, იმიტომ რომ იქაც შადიან მოზარდები დანაშაულს და იქაც ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით 2000-იანი წლების დასაწყისში სწორედ ძალადობრივ ვიდეო თამაშებს მიაწერდნენ იმას, რომ მოზარდებმა დანაშაული ჩაიდინეს. 2002 წელს ერფურტში გერმანიაში 19 წლის ბიჭმა 16 ადამიანი დახოცა, წერდნენ რომ ესო Counter Strike-ის ბრალიაო. 2004 წელს დიდ ბრიტანეთში ლესტერში 17 წლის ბიჭმა 14 წლისას თავში ჩაკუჩი ჩაარტყა და მე ამბობდნენ რომ ეს თამაში Manhunt არის, ამაში დამნაშავეო. 2006 წელს კანადაში მონრეალში 25 წლის ტიპმა 21 ადამიანს ესროლა, ერთი მოკლა აქედან, აქაც ბუმის ბრალიაო ამბობდნენ. ფინეთში 2007 წელს ბრეივიკის ხსენება აღარც მინდა, საშინელი ადამიანი მკვლელი, რომელსაც ასევე მიაწერდნენ რომ Call of Duty-ის გამო შეიძლება ჩაიდინაო. მეცნიერები რას ამბობდნენ? მართლა იყო თუ არა ამათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. რას ამბობდნენ და პრინციპში იგივეს. რომ ლაბორატორიულ გარემოში ძალადობრივი ვიდეო თამაშის შემდეგ ახალგაზრდები უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი შურის ძიებისკენ. ანუ ჩანდა რომ თქვათ მოწინააღმდეგის მიმართ თამაშის მერე შეჯიბრს ატარებდნენ და უფრო მეტად ყინეულ ხმაურს მიაყენებდნენ ხოლმე. არ არის კარგი ქართული, უფრო ხმამაღალი ხმით აწუხებდნენ. უკვე გითხარით რომ ცხელ соуს უფრო ხშირად, ცხარე соуს უფრო ხშირად უწვეთებდნენ ხოლმე, ჩანდა რომ უფრო ხშირად უსვამდნენ ხას აგრესიულ სიტყვებს, თქვა დარტყმა ან მოკლა, ვინც მანამდე
ძალადობრივ ვიდეო თამაშობდა და შემდეგ თქვა ზოგი იყო რომ რაღაცას ასროლინებდნენ ეკრანზე და შემდეგ ათამაშებდნენ სხვა როლურ თამაშს, სადაც ეკითხებოდნენ რომ აბა მე ეს პერსონაჟი როგორ მოიქცეოდა და ვინც ძალადობრივი თამაში ითამაშა, ისინი ამბობდნენ რომ უფრო რაღაც ან შურს იძიებს, ან სასტიკ რაღაცას ჩაიდენს, ან ასე შემდეგ. ზოგი კვლევა იყო, რომლის დროსაც თამაშის დროს ზომავდნენ გულისცემას, არტერიულ წნევას, რაც ხშირად არის ხოლმე დაკავშირებული აგრესიული ქცევისადმი მზაობის ზრდასთან და ხედავდნენ რომ ეს ყველაფერი იზრდება. ზუსტად რამდენი კვლევა ჩატარდა ამაზე კაცშულმა არ იცის, იმიტომ რომ სოფლიოში უამრავი უნივერსიტეტია, ზოგი სამაგისტროს წერდა ამაზე, ზოგი სადოქტოროს, ზოგი პატარა მახინჯ გამოკვლევას ატარებდა და ზოგი დიდხნიან კომპლექსურ ჩადგმით ექსპერიმენტებს, მაგრამ სამეცნიერო კონსენსუსი იყო რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ვიდეო თამაშების ძალადობას და რეალურ ძალადობას შორის. რომ ძალადობრივი ვიდეო თამაშები ისეთივე სიძლიერის გავლენას ახდენს რეალურ ძალადობაზე, როგორც მოწევა კიბოზე. ციტატა არის, ასეთი მაგალითი მოყავდათ, რომ აი შენ თუ Call of Duty-ს თამაშობ, ან GTA-ს არ აქვს მნიშვნელობა და უფრო ძალადობრივი არ გახდი, ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ არის ვიღაც ხალხი მთელი ცხოვრება ეწევა და არაფერი ცუდი არ დამართნიათ. ცალკეული მაგალითები ბევრს არაფერს ნიშნავს. თავარია საერთო სურათი. ასეთი იყო კონსენსუსი. რამდენჯერმე ვახსენე კონსენსუსი და ორი სიტყვით მინდა გაჩვენოთ. ახსნა სამეცნიერო კონსენსუსის არის ეს. აქ მნიშვნელოვანი რა არის, რომ კონსენსუსი სტატიკური არ არის. ის შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება კი არა, ხშირად იცვლება ხოლმე დროთა განმავლობაში, როდესაც თქვათ ახალი მეთოდოლოგია შეიქმნება, ან ახალი კვლევები გამოვა, ან რაღაცა სიახლე მოხდება. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ თემაზე ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა, მოდი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს ვიტყვი, რომ თავი დავიზღვიო, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის 2010 წლის კვლევა კრეიგ ანდერსონის და მისი თანამოაზრეების. ეს არის მეტა-ანალიზი, რომელსაც გრძელი სახელი ჰქვია, აქ ხედავთ, გავლენა ჰქონდა უზარმაზარი, იმიტომ რომ მეტა-ანალიზიც უნდა გითხრათ რა არის, ხო? ხავახსენე თავიდან რომ უამრავი კვლევა არის ჩატარებული ზოგი ბოსტონში, ზოგი შეიძლება ქუთაისში, ზოგი შეიძლება ბრიუსელში. ასობით მეტაკვლევა იკვლევს ამ კვლევებს. ანუ გადახედავს საერთო დაგროვილ ცოდნას და შემდეგ გეუბნება რომ აი ამ კვლევების შეჯამების შედეგად მოდი შევხედოთ რაღაცა შედეგი გვაქვს თუ არა გვაქვს. მოკლედ, ამ მეტა-ანალიზმა აჩვენა რომ არის ცალსახა კავშირი აგრესიულ ვიდეო თამაშებსა და რეალურ ცხოვრებაში აგრესიას შორის. რითი ხსნიდნენ ამ ყველაფერს, მოგეხსენებათ კვლევა როგორ ტარდება ხოლმე, მაგრამ თუ არ მოგეხსენებათ, მაინც გეტყვით რომ როგორც წესი არ არის ეგრე რომ დასვი ადამიანი და აბა GTA ითამაშე და რა მოუვა ამ ადამიანს. გაქვს ხოლმე თეორიული ჩარჩო, რაღაც წინასწარ განსაზღვრული ჰიპოთეზა, რომელიც ეყრდნობა თეორიას თუ რა მოხდება. ჩვენ შემთხვევაში ამ თეორიას, რომელსაც ანდერსონი და სხვები ეყრდნობოდნენ, ქვია ზოგადი აგრესიის მოდელი, general aggression model, რომელიც ზოგადად აგრესიას შეეხება, მაგრამ ეს მოდელი ამტკიცებს, რომ ძალადობა მედიაში, იქნება ეს ვიდეო თამაშები თუ კინო თუ ასე შემდეგ, დიდ როლს თამაშობს პიროვნების აგრესიულობის ჩამოყალიბებაში. მაშ რაღაცო დაგვს ამ ხელა ვიდეო, ყველაფერი თითქოს ვიცით. არის კავშირი, თეორიული ჩარჩო გვაქვს, მტკიცებულება გვაქვს. ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ არავის ებარება ეჭვია მეცნიერების კეთილსინდისიერებაში. მაშ რა დაგვს ჩასალაპარაკო. რა და არის ერთი ნიუანსი. კრეიგ ანდერსონის კვლევა იმდენად გავლენიანი იყო არა, ეხაც არის, მაგრამ მოკლედ იმდენად მასშტაბური იყო, რომ სწორედ მის გარშემო მოხდა მკვლევრებს შორის, თუ მკვლევარებს შორის, მეტად როგორ არის ქართულად დაპირისპირება. ერთ კუთხეში იყო ეს ჩვენი კრეიგ ანდერსონი, ბუშმენი, ჯენტილე, სხვები. მეორე კუთხეში კრისტოფერ ფერგიუსონი და კიდევ სხვა ხალხი. ახალი მკვლევარები, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ამ სამეცნიერო კონსენსუსის მიმართ. კიდევ ერთხელ არ ამტკიცებდნენ, რომ ამათ რამე მოიგონესო, მაგრამ იმას კი ამბობდნენ, რომ გადაჭარბებული იყო ამ კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია, ან არასწორი იყო ამ კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია. ისინი ამბობდნენ, რომ ასეთი პირდაპირი კავშირი ვიდეო თამაშებში ძალადობას და რეალურ ძალადობას შორის არ აჩვენებს. მოშ რას ამბობდნენ ესენი? ჯერ რა უყოთ ამდენ კვლევას, რომელიც ამტკიცებს, რომ პირდაპირ კავშირშია ძალადობრივი ვიდეო თამაშები რეალურ ძალადობას შორის. ოპონენტები ამბობენ, რომ აქ მოქმედებს ერთი
publication bias ქვია, გამოქვეყნების მიკერძოება დავარქვათ მოდი ქართულად, რაც ნიშნავს რას, რომ ხშირად სამეცნიერო ჟურნალები აქვეყნებენ ისეთ კვლევებს, სადაც ჰიპოთეზა დადასტურდა. ანუ სულელური მაგალითი მოვიყვანე, თუ ვარაუდობ, რომ კახური ზეთი ალერგიას შველის და ამ კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა, რომ კი შველის, უფრო სავარაუდოა, რომ ეს კვლევა გამოქვეყნდეს, ვიდრე ის, რომ ჩემმა კვლევამ აჩვენოს, რომ არ შველის. თუ ტრას ამბობ, რომ ანუ ორივე მეცნიერულად ერთნაირად ღირებულია, კვლევა ჩავატარე და ან აჩვენა კავშირი, ან არ აჩვენა კავშირი, მაგრამ მარტო მეცნიერულ ღირებულებაზე არ არის, სამწუხაროდ ხშირად სამეცნიერო გამოცემები უფრო სიხარულით აქვეყნებენ ხოლმე ისეთ კვლევებს, სადაც კავშირი დადასტურდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ესე ხდება. ანუ ამ ხრივ ვიდეო თამაშებთან რა შუაშია, რომ შეიძლება სხვა კვლევებმა არ აჩვენა კავშირი ძალადობა ვიდეო თამაშებში, ძალადობა რეალურ ცხოვრებაში, ეს კვლევები ნაკლებად გამოქვეყნდაო, ამბობდნენ ოპონენტები. ეგ კარგი, მაგრამ იმ კვლევებს რა უყოთ, სადაც ჩანს აშკარად ეს პირდაპირი კავშირი, ანუ გამოქვეყნებული 100 კვლევა, 120-130, რომელიც აჩვენებს, რომ პირდაპირ კავშირია ვიდეო თამაშებში ძალადობასა და აგრესიას შორის. ახალი თაობის მკვლევარები ესეთ რამეს ამბობენ, რომ სინამდვილეში ერთი კავშირი კი ჩანდა აქ, მაგრამ ძალიან დიდი არ იყო პროცენტულად, საოცრად რაღაცა ცადა დედამიწა არ იყო. მეორე ამბობენ, რომ ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტები, სადაც ერთი მეთამაშე მეორეს თქვა ხმაურით აწუხებდა, მაინც და მაინც არაფერს ნიშნავს, ანუ იმ წუთის აგრესიული ქცევა მე არ ითარგმნება ხვალ ძალადობაში, შეიძლება ნერვებზე აითხარო, ჯოისტიკი მოისროლო რაღაცა, მაგრამ ზეგამის გამო დანა არ გაუყარო ვიღაცას. და ასევე რაც მნიშვნელოვანია, დეფინიცია არის ხოლმე პრობლემა მეცნიერებაში, ანუ რას ნიშნავს აგრესია და რას ნიშნავს ძალადობა. ახალი თაობის მეცნიერები ამბობენ, რომ აგრესიას რო იწვევს, ეგ კი ბატონო დადასტურდა, მაგრამ აგრესია არის მოკლევადიანი, ძალადობა არის ერთი კვირის მე როგორ მოვიქცევი და ძალიან რთულია გაზომო ამ ვიდეო თამაშის გამო მოიქცა თუ არა ადამიანი ცუდად მოიქცა შეგულისხმება, რა ვიცი, ძალადობრივი გახდა 2 კვირის და 3 კვირის შემდეგ. მოკლედ, რაც თავარეს ფერგუსონი და კიდევ სულ უფრო მეტი მკვლევარი ამტკიცებდნენ, რომ წინა მკვლევარები თავიანთ ნაშრომებში უგულებელ ყოფდნენ მესამეცლად, რაღაც სხვა მიზეზს, რომელიც რეალურად უფრო დიდ გავლენას ახდენდა ძალადობაზე. შეიძლება იყოს გენეტიკა, წინასწარ-განწყობა, ოჯახში არსებული ვითარება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამეცნიერო კონსენსუსი, როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვნად გადმოიხარა ამათ მხარეზე. ახალი უფრო დახვეწილი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევები თითქოს უკვე ისე პირდაპირ კავშირს აღარ აჩვენებს. საკამათო კიდევ ბევრია, ანუ გადაჭრილი ეს საკითხი ნამდვილად არ არის, მაგრამ ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ უფრო პოპულარული ხდება ალტერნატიული თეორია, ანუ არა ზოგადი აგრესიის მოდელი, არამედ კატალიზატორის თეორია, უფრო იკრებს მიმდევრებს, რომელიც არის აი ეს. ამ თეორიის თანახმად, მაგალითად, ძალადობრივი ვიდეო თამაშები შეიძლება ნამდვილად გახდეს კატალიზატორი ძალადობრივი ტენდენციების, მაგრამ გამომწვევი ნაკლებად არის ხოლმე და როგორც წესი ძალადობას სხვა ფაქტორები უფრო იწვევს. მაგრამ აქ ერთი ნიუანსიც უნდა აღვნიშნოთ. საქმე იმაშია, რომ სამეცნიერო დისკუსიაზე მხოლოდ ახალი კვლევები და ახალი მეთოდოლოგია არ ახდენს ხოლმე გავლენას. მეცნიერები ცალკე მეცნიერულ სამყაროში არ ცხოვრობენ და მათზეც აისახება ზოგადი განწყობები. ცოტა ამის ჩვენებაც მინდოდა ამ ვიდეოს ჩაწერისას, რომ ახალი მეთოდოლოგია ერთია, მაგრამ მეცნიერების ეს ახალი ტალღა უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი წინა შედეგების მიმართ, რომ თვითონაც ამ თამაშებზე გაიზარდნენ. და ფიქრობდნენ, რომ რავი, რაღაც არ გვეჩვენება ეს სწორი, რომ ეს დასკვნები მართალი იყოს. ისიც იყო, რომ 2000-იანი წლებიდან მოყოლებული სულ უფრო მეტი ასეთი ძალადობრივი თამაში გამოდის, რომელიც სულ უფრო მეტი იყიდება, მარტო Call of Duty-ის თამაშები საერთო ჯამში 9 მილიარდზე მეტი გაიყიდა. ამაში კიდე ეს უფასო მობილური აპლიკაციები არ შედის, რომელიც ბევრს აქვს დაყენებული. დაახლოებით ერთი მაგდენი GTA არის გაყიდული, ამას დავამატოთ კიდევ Battle Royale-ის ჟანრის თამაშები, Fortnite, PUBG, ასე შემდეგ. ერთად რამდენიმე მილიარდი არის ჩამოწერილი. ხო და ეს მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ რავი, უყურებთ და არ ეტყობა, რომ ეს პირდაპირ აისახებოდეს ძალადობაზე საზოგადოებაში. კი, school shooting-ების პრობლემა ამერიკაში და გეიმერებსაც მოუკლავთ ხალხი, მაგრამ ბოლო წლებია ძალიან რთულია განასხვავრო, ვინ არის გეიმერი და ვინ არ არის. რა, ყველა თამაშობს. ხო და ერთი მხარე ვთქვით, მეორე მხარე ვთქვით, ეხა სადა ვართ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მეცნიერების კამათი გრძელდება და როგორც ჩანს, ახლა იღებს მეტნაკლებად საბოლოო ფორმას.
კონსენსუსის ყველაზე კარგი ინდიკატორი ალბათ არის ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციის პოზიცია, რომელიც ბოლოს 2020 წელს გამოქვეყნდა. ეს არის ძალიან პატივსაცემი, საკმაოდ ალბათ კონსერვატიული ორგანიზაცია. აქ არის ცალსახად ნათქვამი, რომ არ არსებობს საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება ძალადობრივ ვიდეო თამაშებსა და ძალადობრივ კრიმინალურ ქცევას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არის, მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომ ეს არის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია და მას აქვს თავისი მიზეზი, რატომაც აქვეყნებს ასეთ განცხადებას. ანუ ამერიკაში აქვს თავიანთი დისკუსია იმასთან დაკავშირებით თუ რა იწვევს მოზარდთა ძალადობას, მაგალითად სკოლაში სროლებს და ხომ არ არის ამაში ცალსახად დამნაშავე ვიდეო თამაშები. ამერიკელი ფსიქოლოგები ამ განცხადებით ცდილობენ, რომ ხაზი გაუსვან, რომ ეს არის უფრო კომპლექსური საკითხი, ბევრი სხვადასხვა მიზეზი იყოს, რომელსაც აქ ნამდვილად არ შევეხებით. ცალკე 2 საათი ძალიან დაძაბული საუბრის თემა არის, მაგრამ ხო, მათი კონტექსტი ეს არის. ეხა რა უყოთ იმ ხალხს, ახალგაზრდებს, ვინც დღე და ღამე თამაშობენ. ყველა ეგრე არ არის, მაგრამ ზოგი ხო არის. ეგ ჯანსაღია, კარგია. რამდენი ვიდეოა ინტერნეტში, ვიღაც ბავშვი რო ისტერიკას იმართებს, თამაშს რომ გავაუთავენ. მაგას რითი უხსნით? თან კარგი ხო, ინტერნეტის ვიდეოები რა გვინდა, ბევრ შობელს ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი, ბავშვი რო გეუბნება, რომ 5 წუთი, კიდე 5 წუთი შუშის თვალებით, ან ნერვები მოშლილი, რომ მიანარცხებს რაღაცას ტელეფონს აკეთებ. ამასაც უშვებით. აქ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ კვლევების უმეტესობა არის მოზარდებზე და თინეიჯერებზე. და არც ამერიკის, არც საქართველოს და არც არავის ფსიქოლოგიის ასოციაცია არ ჭირდება იმას, რომ ზოგი მედია არის უფროსებისთვის. სისხლიანი მედია, კინო იქნება თუ თამაში ბავშვისთვის არ არის და ყველა მშობელი თავისით წყვეტს, როდის არის ეს ბავშვი მოზარდი, როდის შეიძლება მზად იყოს, რომ რაღაც სისხლებს უყუროს და როდის შეიძლება რომ არ იყოს მზად. ეს შეეხება ცხადია ძალადობრივ ვიდეო თამაშებსაც, მაგრამ ზუსტად იგივე არის რავი კინოსთან. ჰორორს ზოგი ბავშვი უყურებს და არც არაფერი და ზოგმა შეიძლება ღამე ციოფლში გაიყვიწოს და ეგ შემდეგ თავად მშობელმა უნდა დაალაგოს. მაგრამ მეორე კიდევ მნიშვნელოვანი რა არის, რომ სულ უფრო მეტი მკვლევარი მიიჩნევს, რომ რას თამაშობ, იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია როგორ თამაშობ და რამდენ ხანს თამაშობ. ანუ კიდევ ერთხელ პირიქით, შეიძლება მიზეზშედეგობრივი კავშირი პირიქით იყოს, თამაში კი არ იწვევს ასოციალურ ქცევას, არამედ პირიქით ისინი, ვინც უკვე იქცევიან ასოციალურად მიმართავენ თამაშებს. ოღონდ ახლა ბოლო ნიუანსაც მივხედოთ. ამ კვლევების აბსოლუტური უმეტესობა იყო იმ მოზარდების კვლევა, რომლებიც თამაშებს თამაშობდნენ ან პერსონალურ კომპიუტერზე, ან კონსოლზე. ეს იყო მანამდე, ვიდრე მობილური ტელეფონები ესე საყოველთაოდ იქნებოდა გავრცელებული და მობილური თამაშები იქნებოდა ახალი თავის ტკივილი მშობლებისათვის. შუთერებს შეისწავლიდნენ, აქცენტი იყო იმაზე, რომ აი აქ რო ზიხარ დაისვრი აისახება თუ არა შენზე და არა იმ მობილური თამაშების კვლევა, რომლებიც შემდეგ ესე უფრო მომრავლდა. მას შემდეგ, რაც ამ Call of Duty-ს შეისწავლიდნენ, გამოჩნდა ახალი საფრთხე. მობილური ვითომ უფასო თამაშები, რომლებიც ხშირად გემბლინგის პრინციპით არის შექმნილი და მართლა გათვლილია, რომ დამოკიდებულება გამოიწვიოს. მაგდენი ნიუანსიც ეხლა ამ წუთას აღარ გვინდა. კარგი, ვინც ბოლომდე გვიყურეთ, ერთი იქნება ვიდეო მოიწონოთ, კიდევ არაერთი მსგავსის ჩაწერას ვაპირებ და არ მინდა რომ გამოგრჩეთ. და მეორე, მომდევნო რამდენიმე გადაცემის იდეა კი გვაქვს, მაგრამ რავი, იქნება თქვენ გაქვთ რამე უკეთესი. კომენტარი დაგვიტოვეთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ.